ერისთავის თეატრში სარემონტო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა. ნიკოლოზ შველიძე ამბობს, რომ შენობა სავალალო მდგომარეობაშია და შესაბამის სამუშაოებს საჭიროებს. მისივე განცხადებით კულტურის სამინისტროში უკვე არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც ჩატარდება სამუშაოები. პრინციპში ეს წელი ვფიქრობ სარემონტო წელი არის ჩვენი და საბედნიეროდ 180 საიუბილეო წელს ესეთი დიდი ბედნიერება ამ თეატრს დაიწყება სრული რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, აღდგენა, იცით გარედან ამ მდგომარეობაშია შიგნიდანაც და რაღაცა აი გვინდა ისე მზად ვიყოთ 2-3 წლიანი ტურნეებისთვის და აქეთ იქით საქართველოში მოგზაურობისთვის სავარაუდოდ გადავალთ შენობიდან. პროექტი გაკეთებული არის უკვე შაშანწინ კულტურის სამინისტროსთან ერთად გაკეთდა. ალბათ თეა იყო მაშინ და მისი პირდაპირ ესეთი დაკვეთა იყო, რომ ამ თეატრის რეაბილიტაცია იყო სავალდებულო და დღესაც ამ სამინისტროს პირობებში მოგეხსენებათ სამინისტროც გაიყო ორად სპორტი და კულტურა და ალბათ თინათინ რუხაძესთან ერთადაც გაგრძელდა ამ თემაზე საუბარი და დღეს რა ვიცი გეკმოთ რომ 25 წელი იყოს ესეთი მნიშვნელოვანი წელი ამ თეატრისთვის.